სულიერად გაძლიერდით, განმტკიცდით და არაფრის შეგეშინდეთ. ასეთი შინაარსის მისა პატრიარქის მისალოცი ბარათები დარიგდა დღეს გორში საშობაო ალილო მსვლელობაზე. მსვლელობას წინ მიუძღვებოდნენ სასულიერო პირები. დღევანდელი მართლმადიდებლური დღესასწაული განსაკუთრებით ბედნიერი არის ბავშვებისთვის. სტიქრებში შემოსილმა მცირეწლოვანმა და მოზარდმა ბავშვებმა დღეს შემოიარეს ალილოს მსვლელობა სასულიერო პირებთან ერთად. მათ დაარიგეს პატრიარქის მისალოცი ბარათები და ასევე გზადაგზა შეგროვდა მოქალაქეები უერთდებოდნენ აღნიშნულ მსვლელობასა და შეგროვდა სურსათ სანოვაკე, რომელიც უკვე დღის ბოლოს შეჭირვებულ ადამიანებს დაურიგდებათ. ყველა სულოცავ ამ წმინდა დღესასწაულს. ბავშვობიდან ვიღებ მონაწილეობას ამ დღესასწაულში, როგორც მაშინ, ასევე ახლაც აღინიშნება გორში ეს ბრწყინვალე დღესასწაული. ყველანი მხარლისობთ, შეკრებილები ვართ და რაც მთავარია დღის ბოლოს ამ ნუგბარს, ტანსაცმელს გადავცემთ იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდებათ ეს ყველაფერი. გირასავთ ყველას, მთლიან საქართველოს რაღაც დაესწარით თქვენს ოჯახებთან ერთად და სულ მინდა რომ სულ ყველა იყოს ჯამთელი. ქრისტე შობილიყოს ჩვენს გულებში და ჩვენი გულები ყოფილიყოს ის ბაგა, სადაც მიიწვინა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. აღესრულება ალილოს მსვლელობა, რომელიც მოიცავს ქალაქის ქუჩების კურთხევას, დალოცვას და შემოვლას, სადაც ხდება სურსათის სანოვაგის ტკბილეულის გადაცემა, რომელიც შემდგომში დაურიგდებათ გაჭირვებულ ოჯახებს. სადღესასწაულო და საზეიმო მუხტი ალილოს მსვლელობის მონაწილეებმა მთელ ქალაქს გადასცეს. ტრადიციულად აღნიშნული მსვლელობა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში დასრულდა.